ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა იაპონური კულტურის საღამოს უმასპინძლა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს იაპონური სიმღერისა და ცეკვის, ასევე იაპონური კომიკური თეატრის მიერ შესრულებული ნომრების ხილვა შეეძლოთ. ღონისძიებაზე ჩატარდა სხვადასხვა სახის მასტერკლასებიც. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ იაპონური კულტურის საღამოს საქართველოში იაპონიის ელჩი იშიძუკა ჰიდეკი და აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე ესწრებოდნენ. ღონისძიების პარალელურად მოეწყო საგამოფენო სივრცეც. ღონისძიებაზე ხასი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ, კულტურულ კავშირებს და კეთილმეგობრულ ურთიერთობებს. ღონისძიება არის იაპონურ-ქართული კულტურული დიპლომატიური ღონისძიება, ორი ქვეყნის კულტურის ერთმანეთთან გაზიარება, ამ კულტურის მეშვეობით ორი ქვეყნის ურთიერთობების გამტკიცებასთან დაკავშირებით ვცდილობთ მსგავსი ტიპის ღონისძიებები გავაკეთოთ. დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა იაპონური კულტურის დღეები, გვეწვია იაპონიის ელჩი ბატონი ჰიდეკი თავის მეუღლესთან ერთად, ასევე ჩვენთან იმყოფებოდა აჭარის კულტურის მინისტრი ქალბატონი ელისო ბოლქვაძე. ძალიან საინტერესო საღამო გამოდგა, ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ჩვენი უნივერსიტეტის და იაპონიის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სამომავლო ურთიერთობებზე, ჩამოაყალიბეთ სამოქმედო გეგმები და დარწმუნებული ვარ, სულ მალე ახალ საფეხურზე გადავა ბათუმის უნივერსიტეტის და ზოგადად საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობები. საინტერესოა დღეს იაპონური კულტურის ფესტივალის მასპინძლობა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ხიდი, ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი ორ ქვეყანას შორის, ეს არის კულტურული ურთიერთობები. ისეთ ქალაქში, როგორც არის ბათუმი, რომელიც არის მულტიკულტურული ქალაქი, იაპონიას თავისი ღირსეული ადგილი აქვს და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამდენი კულტურული აქტივობები ხდება ამ ქალაქში. ძალიან მნიშვნელოვანია ამის ყოველთვის გაგრძელება და ეს არის კულტურის დიპლომატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. იაპონური კვირეულის ფარგლებში იაპონიის საელჩო ატარებს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს. ამჟამად ბათუმს ვეწვიეთ. დიდი მადლობა ასეთი გულთბილი მიღებისთვის, მადლობა უნივერსიტეტს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელი საღამოს ორგანიზებაში წვლილი შეიტანა. დღევანდელი საღამოთ ძალიან მოხარული ვარ. იმედი მაქვს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. აუცილებლად მინდა ვახსენო, რომ ბათუმში მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე უძველესი იაპონური ბაღი ევროპაში. ეს დიდი დაფასებაა იაპონური კულტურისთვის, რაც სასიამოვნო ფაქტია.